ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულობამდე გაიზარდა. S&P 500-ის შეფასება თითქმის 7000-იან ნიშნულს აღწევს, რაც ერთ წლიან პერიოდში 19.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება NASDAQ-ის ინდექსის 23730-იან ნიშნულობამდეა გაზრდილი, რაც ნუწლიურად 24.5%-ის მატებას წარმოადგენს. აქ ღირს დავამატოთ, რომ Wall Street-ზე არსებული აღმასვლის ფონზე უმსხვილესი ამერიკული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია არის მკვეთრად მომატებული. და ეს არის იდეაში წლის დასაწყისის შედეგები. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გადავხედოთ კომპანიების კაპიტალიზაციებს. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების კაპიტალიზაცია ამ დროისთვის ესე გამოიყურება. ეს არის პირველ ადგილს იკავებს Nvidia, რომელსაც ინვესტორები ამჟამად 4.5 ტრილიონ დოლარად აფასებენ. მეორე ადგილზე არის 4 ტრილიონის შეფასებით Google, ხოლო მესამე ადგილზე არის 3 ტრილიონ 800 მილიარდის შეფასებით Apple. სხვათა შორის ღირს აღნიშნოთ, რომ Google-ის მშობელი კომპანია Alphabet ისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 4 ტრილიონს გარო გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლის დაფიქსირებაში კომპანიას ხელს მნიშვნელოვანმა სიახლემად შეუწყო ხელი, რომლის თანახმადაც Apple-ის AI-ის მოდულები, ანუ Google-ის Gemini-ზე დაფუძნდება და შესაბამისად ამან ეგრევე Google გაზარდა 4 ტრილიონ დოლარამდე. 12 იანვარს Alphabet-ის A-კლასის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე იყო 1.7% მომატებული და ის 334 დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში გასული წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეერთებული შტატების ისტორიაში, რაც პრეზიდენტ ტრამპის გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება. მედია ესე გადმოსცემს და ამერიკული კორპორაციული სექტორის მზარდი შემოსავლებში იქნა ეს ყველაფერი თარგმნილი. ამასთან Fed-ის რეფინანსირების განაკვეთი არის შემცირებული, რაც ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს. ამერიკელი ინვესტორების განწყობა მაინც იყოს პოზიტიური, რახან აკავრობას არაფერი ეშველა. ანალიტიკოსების შეფასებით 2026 წელი გამორჩეულად პოზიტიური იქნება გლობალური საფონდო ბირჟისთვისაც და განსაკუთრებით თუ გეოპოლიტიკური რისკები შემცირდება. აქვე მოგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირაა Coca-Cola-ს ინვესტორებისთვის ეს ბოლო ერთი კვირა აღმოჩნდა განსაკუთრებულად წარმატებული. 8 იანვრიდან დღემდე კომპანიის აქციების შეფასება არის თითქმის 4.5%-ით გაზრდილი, ხოლო წინა წელთან შედარებით მატების მაჩვენებელი არც მეტი და ნაკლები 14%-ია. აღმასვლის ფონზე Coca-Cola-ს საბაზრო კაპიტალიზაცია არც მეტი და ნაკლები უკვე 300 მილიარდ დოლარს 3 მილიარდი დოლარით გადასცა, 303 მილიარდი დოლარი შეადგინა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში კომპანია Coca-Cola ამ დროისთვის მყარად იკავებს პირველ ადგილს. რაც შეეხება ამ ლეგენდარული კომპანიის აქციების ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს, აქ ორგვარ მიზეზზე შეგვიძლია ჩამოყალიბდეთ ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებზე. ეკონომიკური თვალსაზრისით ინვესტორები შეერთებული შტატების ინფლაციის და სამომხმარებლო ხარჯების სტატისტიკის გასაჯაროებას ელოდებიან, რაც სურსათის და სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვების მაჩვენებელს საკმაოდ ზუსტად ასახავს. 10 თებერვალს კომპანიამ 2025 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინოს, რომელთან მიმართებით ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვს და ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი Coca-Cola-ს აქციების მკვეთრ ზრდასაც პროგნოზირებს. მორიგი ფაქტორი თავად ბაზართან არის დაკავშირებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა 3ჯერ მოახერხეს ახალი რეკორდის დამყარება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯამურად ამერიკული საფონდო ბირჟა ცალსახად აღმავალია და ამასთან არ დაგავიწყდეთ Coca-Cola წარმოდგენილია S&P 500-ის, Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსებში, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ამ ინდექს ფონდებში ინვესტირებული ყოველი დოლარიდან რამდენიმე ცენტი ავტომატურად ინვესტირდება Coca-Cola-ში, როგორც ინდექსში შემავალი ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში. ხო, სოციალურ ფაქტორს რაც შეეხება, გუშინაც მოგიყევით, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ინტერვიუ, სადაც ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი აღნიშნავდა, რომ მას ღვინისა და სპრაიტის ერთად დალევა უყვარს. თუ თავად სპრაიტის ბრენდი Coca-Cola-ს საკუთრებაშია და სუპერვარსკვლავის მხრიდან ამ განცხადების გავრცელებამ კომპანიის აქციების შეფასებაზე უდაოდ დადებითი გავლენა მოახდინა და თავად ეს მოვლენა უკვე შეგვიძლია აუხსნათ ბიზნესის ენაზე, როგორც ვარსკვლავების ეფექტის სახელი და იჩენს თავს მაშინ, როდესაც ცნობილი სპორტსმენი მსახიობი ან
მუსიკოსი რეკლამის გარეშე გულწრფელად გამოხატავს სიმპათიას კონკრეტული ბრენდის ან მის მიერ წარმოებული პროდუქტის მიმართ. გუშინ საღამოს 6 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაუკავშირდა BMG-ს სატელეფონო ზარის ადრესატი პირადად მე გახდით. ამ სატელეფონო ზარისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ითხოვა, რომ ვებგვერდიდან მოხდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ატვირთული გუშინ დილით ჩვენს მიერ აღმოჩენილი გასაჯაროებული ინფორმაციის აღება. ამ საუბარია პრემიერ-მინისტრის შარშანდელი 2025 წლის 25 დეკემბრის განკარგულება, რომელიც საქართველოს მიერ გაზპრომისგან შესაძლებელი ბუნებრივ აირის ღირებულებას შეეხება. აღნიშნული განკარგულება საჯაროდ გამოქვეყნდა იქამდე, ვიდრე ექსპერტებმა და მედიამ შენიშნეს, რომ გასაჯაროებული იყო დოკუმენტის დანართიც, რომელიც განკარგულების თანახმად კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდა. როგორც მოგახსენეთ, სწორედ აღნიშნულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაუკავშირდა BMG-ს და მასალის დაკორექტირება ითხოვა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რის შემდეგაც BMG-ს რედაქციამ, BMG-ს რედაქტორებმა და არა გიორგი ისაკაძემ ამას მამუკამ დინარაძეს, მისი ურიცხვი მოადგილეების, დეპარტამენტების თუ სამსახურების გასაგონად ვამბობ, რომ რედაქტორებმა და გუნდმა განკარგულების აღების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამას პირადად მე უკვე გიორგი ისაკაძე აღნიშნავ და შესაბამისად ყველაფერი არის პროლოგში. აღნიშნავ, რომ სრულიად საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით, ანუ სემეკის და გაზპრომის ანგარიშები, რომ საქართველოს რუსულ ბუნებრივ აირში 1000 კუბურ მეტრში $185 იხდიდა, BMG-მ ჯერ კიდევ 2024 წელს დაწერა. და მომავალშიც გავაგრძელებთ აღნიშნულ თემებზე სტატიების და ინფორმაციების მომზადებას. რადგან 2024 წელსაც და წინა წლებშიც და წელსაც მიმაჩნია, რომ ენერგეტიკაში არსებული კონტრაქტები, მათ შორის გრიფირებული საიდუმლოთი არის გაუმჭირვალე, შესაბამისად კორუფციის მაღალი რისკების მატარებელი და ზოგადად ენერგეტიკა თავისი გაზით, ელექტროენერგიით, საშუამავლო კომპანიებით, მიმღებებით და გამომგზავნებით იყო და რჩება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭირვალე, შესაბამისად კორუფციულ ინდუსტრიად. და აქვე მინდა გითხრათ, რომ გამოქვეყნებიდან რამდენიმე ხანში პრემიერ-მინისტრის აპარატის თუ სამთავრობო აპარატის შეცდომით გამოქვეყნებული განკარგულება თავად მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ასევე ვებგვერდიდან. ამ თემის ბოლოსთვის გეტყვით ორ დეტალს. პირველი, დოკუმენტში განსაზღვრულია გაზპრომისგან შესაძლებელი ბუნებრივი აირის ფასი. კონტრაქტის მხარე არის გაზპრომ ექსპორტი და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. თავის მხრივ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამ ბუნებრივ აირს ყიდის სოკარ ჯორჯია გაზზე, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიაა და მეორე. ყველა სამართალდამცავი უწყების გასაგებად BMG არ არის არც 1, არც 24 და ღმერთმა დაიფაროს არც 51 ავტორის ან წამყვანის ჯგუფი. საკმაოდ კარგად ვფლობ ინფორმაციებს შიგნით და ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მმართველობის შესახებ. და მესმის, რომ შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციასაც, მით უმეტეს ნაახალწლებს. მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამ, რასაც ჩვენი გუნდი საუბრობს აქ ერთმანეთში, იგივეს ვფიქრობთ და საჯაროდ ვსჯელობთ ჩვენ სტატიებში, ტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში და ვიდეო არხებშიც. შესაბამისად, ცხოვრებისეული გამოცდილებით თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილებით ბევრი ვერ გაგვაკვირვებს. მით უმეტეს ეს გამოცდილება, განსაკუთრებით სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, მიღებული გვაქვს მაშინ, როცა დღევანდელი სამართალდამცავების უმრავლესობა დაახლოებით საბავშვო ბაღის ასაკში იყო. უკეთეს შემთხვევაში. საქართველოს სიყვარულით და საქმის კეთებით გაგვაკვირვეთ. ვალში არ ჩვენ დაგჭირთ.
ჩვენ საქართველოდან ვართ. ეს BMG-ა. ირანის თემაზე გადავიდეთ და ვიდრე შემოგთავაზებთ ვიდეო სიუჟეტს ირანის ეკონომიკაზე, გეტყვით რომ რამდენიმე დღის წინ ირანში, გონი 2 დღის წინ იყო, ხელისუფლების ხარდაჭერის დემონსტრაციები გაიმართა, ამაზე Sky News-ი გადმოსცემდა ინფორმაციებს ირანის უზენაეს ლიდერის აიათოლა ალი ხამეინის მხარდაჭერის დემონსტრაცია 10,000-ობით იყო ხალხი გამოსულიო და გამოცემა წერს რომ დემონსტრაციებზე შეძახილები სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს ისმოდა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დემონსტრაციებში მონაწილეობა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეჟესკიანმაც მიიღო. ხო, ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუგზალა. რობერტა მეცოლას განცხადებით საქმე ისე ვეღარ გაგრძელდება როგორც ადრეო. კიდევ ერთი ამბავია ირანის თემაზე შეერთებული შტატებიდან, რომ სხვათა შორის იმ დღეებში ჰქონდა მცდელობა ტრამპს, რომ ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთო და დაგვირეკესო. ესეთი მესიჯიც დადო თუ რაც ქვია იმას. პოსტი სოციალურ ქსელში გუშინ დარეკეს ირანმა მოლაპარაკებისთვის, ირანის ლიდერებმა მოლაპარაკებების სურთო, ფიქრობ ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით და ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს. ეს თირამ განაცხადა, ეს იყო დაახლოებით 3 დღის წინ პრეზიდენტმა და 2 დღის წინ ბოდიში. და პრეზიდენტის განცხადებით ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილა. საქმეში ტრამპის ერთგული წარმომადგენელი მოლაპარაკებების საკითხებში სტივ უიტკოფი ჩაერთო, რომელსაც საუბარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰქონდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რაც ახლა ხდება ირანში არის ტერორისტული ომი ქვეყნის წინააღმდეგ, მზად ვართ ომისთვის, მაგრამ ასევე მზად ვართ დიალოგისთვის. მაგრამ ეტყობა საბოლოოდ ვერ გაიმართა ეს დიალოგი ბოლომდე, რადგან გუშინ საღამოს დონალდ ტრამპმა დაწერა აბსოლუტურად ღია მოწოდება, რომელსაც სიტყვასიტყვით გადმოგცემთ. ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი, აიღეთ თქვენი ინსტიტუტები, შეინახეთ მკვლელების და მოძალადეების სახელი, ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. ყველა შეხვედრა გავაუქმე ირანელ ოფიციალურ პირებთან, სანამ დემონსტრანტების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია. მიგა, ანუ გავხადოთ ირანი ისევ დიადი. Make Iran great again. წერს დონალდ ტრამპი.